გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, დიდი მადლობა რომ მიყურებთ, მოგიკითხავთ ყველა ჩემ გამომწერს და მუდმივ მაყურებელს, ვინც არ ხართ არხის გამომწერი, თუნდაც ახლა აღმოაჩინეთ პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს, თუ მოგეწონებათ დაალაიქეთ, თუ საინტერესო იქნება თქვენთვის, გამოიწერეთ არხი და შემოუერთდით ჩემს აუდიტორიას. მოკლედ, ვინც ხშირად ბოლოს მიყურებთ, იცით რომ განსაკუთრებულად ფოკუსირებული ვარ ირანზე, ძალიან მაინტერესებს იქ რა მოხდება და აუცილებლად განვაახლება ამ პროცესების შესახებ ინფორმაციას, როდესაც იქნება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მანამდე კი გთავაზობთ ამ შემთხვევაში უკრაინის თემის მიმოხილვას, გადავხედავთ რუკას საბრძოლო მოქმედებებს რა ხდება, სად რა შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მანამდე კი რამდენიმე საინტერესო ნიუს გაგაცნობთ ბოლო ესეთ აქტუალურ სიახლეებს გადავხედავთ თქვენთან ერთად. დავიწყოთ მოკლედ, ალბათ პირველ რიგში გაინტერესებთ ეს პინგვინი ვინ არის და საიდან მოვიდა. სხვათა შორის ძალიან პოპულარული პინგვინი გახდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაც უკრაინული დრონით გადაღებულია ეს კადრები გავრცელდა სოციალურ მედიაში, რუსი ჯარისკაცია და რუსები გვაუცებენ თავისი სამხედრო და ტექნოლოგიური მიღწევებით. ამ შემთხვევაში მათ ეს ორიგინალური ფორმა მოიფიქრეს იმისთვის, რომ შეენიღბონ საკუთარი სამხედროები. ხო, პინგვინს იმიტომ ადარებენ გარდა იმისა, რომ ფორმა აქვს ასეთი და ასე გამოიყურება, რაღაცნაირად პინგვინივით დაბოდიალობდა. ნახოთ ეს ვიდეო. რაღაცა ნაბადივითაცვია, ხო? მოკლედ ძალიან ცუდად დაასრულა, ეს არის უკვე დაბოლოება კადრის. შესაბამისად -1 რუსი ჯარისკაცი უკრაინის მიწაზე. აი ესე შეგვიძლია შევაჯამოთ ეს ამბავი და გავაგრძელოთ. ახლა რასაც გაჩვენებთ, დამერწმუნეთ რომ ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ. არც მე არ მქონდა ნანახი, არ გინახავთ თუ რა თქმა უნდა ეს კონკრეტული ამბავი არიცით და ეს კონკრეტული ვიდეო არ გინახავთ, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. მოკლედ, საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო ევოლუციურ ამბავთან. ეს არის თანამედროვე ომის ტექნოლოგიების განვითარების რაღაც ახალი საფეხური. საუბარია იმაზე, რომ უკრაინელებმა უპილოტო სახმელეთო აპარატით, რობოტით, მოკლედ, რომელსაც დამონტაჟებული აქვს ტყვიან ფრქვევი, დაატყვევეს ამ შემთხვევაში. იყო მანამდე შემთხვევები, როდესაც ანადგურებდნენ ხოლმე მოწინააღმდეგეს და ძალიან აქტიურად იყენებენ უკვე არა მხოლოდ საჰაერო დრონებს, მოგეხსენებათ სახმელეთო ესეთ აპარატებსაც, დისტანციურად მართვაც, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფუნქციები. არის შეტევითი პოტენციალის მქონე, აი ესეთი მაგალითად, რომელსაც ტყვიან ფრქვევები აქვს დამონტაჟებული, არის ასევე ისეთი აპარატები, რომელიც დანაღმვისთვის გამოიყენება, შეყავთ და დისტანციურად ნაღმებს განათავსებენ ხოლმე გზებზე და სხვადასხვა ადგილებში, სადაც მათთვის შესაძლოა მოიძებნოს სამიზნე და არის ასევე ევაკუაციისთვის განკუთვნილი ასეთი სახმელეთო აპარატები, რომლითაც გამოყავთ ხოლმე დაჭრილი დაშავებული სამხედროები. ეს რაც აქ ხდება, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა პირველად. როგორც ჩანს და აღწერაშიც ესე არის ნათქვამი, რომ ეს აპარატი შევიდა რუსების პოზიციებზე და სავარაუდოდ ჯერ იყო ცეცხლის გახსნა, საბოლოოდ კი, როდესაც მიხვდნენ ისინი რომ განადგურდებოდნენ, გადაწყვიტეს რომ დანებებული იყვნენ და ვნახოთ მასალა. ჯამში არის 4 რუს სამხედროზე საუბარი, რომელიც დაატყვევეს. სხვათა შორის საინტერესო არის, ეს გასაგებია რომ კამერა აქვს დამონტაჟებული, მაგრამ არ ვიცი, რამე ესეთი ტექნოლოგიაც თუ აქვს მაგალითად, რომ რაღაც ხმოვანი ფუნქციაც კონდეს რა, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა დინამიკი აქვს დამონტაჟებული, საიდანაც დრონის ოპერატორს შეუძლია რომ რაღაცა დაუძახოს მაგალითად, მოუწოდოს მითითებები მისცეს, ხო, სხვანაირად ცოტა რთული არის იმის წარმოდგენა, როგორ უბრძანეს და როგორ მიხვდნენ ისინი, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოვიდოდნენ, არ დახოცავდნენ დრონის ოპერატორები. ხო, ფაქტია რომ ისინი ასე ჩამწკრივდნენ, როგორც თქვი, ინფორმაციაში ასე იყო, რომ 4 ჯარისკაცის ტყვე-დაყვანა მოხდა და შემდეგ ალბათ უკვე თავად ქვეითები მივიდნენ და შეავსეს აი ამ რუსი სამხედროებით ტყვეთა ფონდი. ძალიან საინტერესო ამბავია თავისთავად. ხო, მაგრამ თან ხო, რასაც ვამბობდი რა, რაღაცა ტიპის კომუნიკაცია როგორც ჩანს იყო, იმიტომ რომ
ცალსახად ისინი რაღაც სინქრონში მოძრაობენ. თითქოს იღებენ მითითებებს რა უნდა გააკეთონ. წვებიან, ხო? თან მაღლა იყურებიან იქიდან გამომდინარე რომ საჰაერო დრონიც იქნებოდა ცხადია ამ შემთხვევაში. აქ როგორც შენიშნეთ, ერთ-ერთი ან დაჭრილია, ან სხვა დაჭრილის სისხლი აქვს თავის ფორმაზე. ხო, ძალიან საინტერესო ამბავია, ცალსახად და კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის თავად ეს მოწყობილობა, რომელიც ამ ოპერაციაში გამოიყენეს, როგორც გითხარით, დამოკრებული აქვს მსხვილკალიბრიანი ტყვიან-ფრქვევი Z და სუპერ, რა უნდა ვთქვათ, ძალიან მაგარი ამბავია ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, იმედია უკრაინელები ასე გააგრძელებენ და სულ უფრო მეტად განავითარებენ ამგვარ შესაძლებლობებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ცოცხალი ძალა შედარებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთის ცოცხალი ძალის რესურსები. არის პატარა ქვეყანა, არის თავდაცვით პოზიციაში, მათ ჭირდებათ თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ ჭირდებათ ახალი სისტემების დანერგვა იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოახერხონ თავდაცვა და მოიპოვონ სამომავლოდ უპირატესობა, რასაც ამბობენ კიდევაც, რომ ისინი გადავლენ კონტრშეტევაზე. წლის დასაწყისის პირველი ესეთი ამბიციური განცხადებაც ნახეთ უკრაინის გენშტაბის მხრიდან. ხო, მაგრამ როცა შემდეგ ამბავზე გადავალთ თან და გეტყვით, რომ თუ ტექნოლოგიურ მიღწევებზე ვსაუბრობთ, აი ეს იყო მთავარი know-how, რაც ალბათ მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური კადრი იქნება. ცოტა ძველი ვიდეოა და ძველი ფოტომასალა, მაგრამ არა უშევს გაჩვენებთ მაინც, ვისაც არ გინახავთ. ძალიან დაგაინტერესებთ. მოკლედ, რა ქნეს რუსებმა ამის პარალელურად, იმ ყველაფრის პარალელურად, რაც ვნახეთ უკრაინელების შესრულებით, მათ Starlink-ის მიმღებები განალაგეს ცხენებზე, როგორც იცით, ბოლო პერიოდში ისინი ხშირად იყენებენ ცხენებს გადაადგილებისთვის, რუსული კავალერია დაბრუნდაო, ასე ხუმრობენ უკრაინაში. ძალიან მარტივად ხდებიან ცხადია უკრაინელი დრონის ოპერატორების სამიზნე, მაგრამ ამ ცდილობებს ფაქტია რომ არ წყვეტენ, იმისთვის რომ ესე იგი კონტაქტიც იქონიონ თან და კომუნიკაციაც არ გაწყდეს, ასეთი know-how შემოგთავაზეს, რომ ესე ჩააშენეს ეს Starlink-ის მიმღებები. Вытаскивается сюда и, соответственно, вставляется. Вот так вот. Такая конструкция, связь ловит. Вот такая вот трансляция. Ტრანსლაცია. Наконец. ტრანსლაცია Starlink-ით ცხენიდან. რუსული კავალერიის თანამედროვე სახე. რა ვიცი, რა უნდა ვთქვა, თვითონვე იცინიან ამ ყველაფერზე, ფაქტია და ერთობიან. ვიდრე ცუდად დაასრულებენ ხოლმე ასეთი ვიდეოების ბევრი გავრცელებულა ცხენებზე ამხედრებული რუსის სამხედროების დრონებით განადგურების, სამწუხაროა რომ რიგ შემთხვევაში ამას ცხოველებიც ეწირებიან ხოლმე. ხო, მაგრამ აი ესეთ გამოგონებებს მაინც ჯიუტა დაწვევიან რუსები და ნახოთ რა გამოუვათ. გავაგრძელოთ შემდეგი ამბავი. ეს ამბავიც წყვეთა ფონდის შევსებას ეხება, თუ წეგან საუბრობდით რობოტების გამოყენებით რუს ჯარისკაცების დატყვევაზე, ამ შემთხვევაში საუბარი არის სპეციალური ოპერაციების ძალების ჩატარებულ ოპერაციაზე კუპიანსკში, ქალაქში, სადაც ამ დრომდე ძალიან მცირე ჯგუფები რჩება ალყაში რუსების. ისინი ცდილობენ რომ რაღაცნაირად გამაგრდნენ და უიმედოდ ამ დრომდე ელოდებიან ყოველ შემთხვევაში მხარდაჭერას. რაც პრინციპში წარმოუდგენლად ჩანს და შემდეგ უკვე რუკას როცა განვიხილავთ, გაჩვენებთ, შეგახსენებთ რა ხდება კუპიანსკში აუცილებლად სხვა სექტორებთან ერთად გავივლი ამ მიმართულებასაც. აქ ამ შემთხვევაში რა ხდება ორი მიდის გაწმენდითი ოპერაციები ისევ კუპიანსკში, იმ ნაწილში სადაც რჩებიან რუსები და ასეთი ერთ-ერთი ოპერაცია ნაჩვენები ამ კადრებში, სადაც მოქმედებენ სპეციალური ოპერაციების ძალები, ხდება ორი რუსი სამხედროს განადგურება, აქ შენობაში შესვლის დროს, მე სპეციალურად ვცდილობ რომ გადავახტე ისეთ მასალას, ისეთ ნაწილს, სადაც სენსიტიური კადრი ჩანს, რომ არ დაიბლოკოს ეს ვიდეო. აი აქედან უკვე არის დატყვევების ეპიზოდი, ასე ვთქვათ. ორმა მათგანმა გადაწყვიტა რომ დანებებულიყო. Так, мало. Давай сюда. Давай сюда. Стой, прямай.
Давай, да. Контроль. Лягай. Ты сюда. Другий сюди пішов бігом. Позивний як? Позивний. Локі. Давай, Локі, пішов. Направо лягай. Скільки вас тут? Двое. Оружие где? Там все там. Сколько вас здесь было? Нас двое. Только двое. Третий откуда выбежал? АТБ, семья занял торговый центр. თუ დააკვირდებით როგორ გამოიყურებიან ეს რუსი ჯარისკაცები, ცხადად ჩანს მათი მდგომარეობა, როგორ სიტუაციაში არიან ისინი, ვინც ჩარჩნენ კუპიანსკში, მას შემდეგ რაც დაახლოებით 1 თვის წინ დაიბრუნეს იქ პოზიციები უკრაინელებმა და ზელენსკიც იყო ჩასული, ამას დიდი ამბავი იყო და წინა ვიდეოებში იმ დროისთვის საუბრობდი. მას შემდეგ მოკლედ ეს ხალხი არის იქ, მცირე ჯგუფები, არ აქვთ არანაირი მომარაგების ხაზები და უიმედოდ ელოდებიან დახმარებას, ამათ გაუმართლად შედარებით რომ თქვით ჩავარდნენ, ვიღაცები განადგურდნენ და ვიღაცები ისევ რჩებიან. მოკლედ კუპიანსკში ისევ ასეთი სიტუაცია არის, გაწმენდითი ოპერაციები ტარდება. კუპიანსკს, როდესაც რუკაზე და მის მიმოხილვაზე გადავალ, აუცილებლად შევეხები და შეგახედებთ თუ აღარ გახსოვთ რა მოცემულობა არის იქ ამ დროისთვის. ხო, ზოგადად რუსეთის არმიაში დიდი პრობლემაა კვლავ მომარაგება და ჯარისკაცების მდგომარეობა ფრონტზე და ეს ვიდეოც რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ არის ერთ-ერთი ამის დადასტურება. ამ შემთხვევაში აღწერაში ნათქვამია ის რომ პრინციპში არ უნდა აღწერა ეს კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს რაღაც გუბეებიდან ავსებულ ტალახიან, ჭუჭყიან წყალს სვამენ რუს ჯარისკაცები. რაღაცინებთ არ ვიცი, მაგრამ იუმორს არ უჩივიან არც ესენი, ამბობენ რომ ხუმრობენ რა თავის მდგომარეობაზე, ამბობენ რომ აქ ევრო რემონტი გვაქვსო. საოცარ პირობებში ვართო და აი ამ სასმელს უკვე რასაც სვამენ, ნახავთ ახლა როგორ სვამენ, რაღაც პინტით ფილტრავენ. კოკა-კოლა დაარქვეს. ესე რაღაც ნაჭერს ჭუჭყიან ნაჭერს ახოვენ. კატასტროფა, არ ვიცი ამას როგორ სვამენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ. მოკლედ, არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში რუს სამხედროები. მით უმეტეს ამ პირობებში, როდესაც ყინვაა საშინელი, ზამთარია და ხშირ შემთხვევაში მათ იძულებულს ხდიან, რომ არ დატოვონ პოზიციები, თუ ვინმე გაბედავს და გარისკავს და არ შეასრულებს ბრძანებას ძალიან მძიმედ სჯიან ხოლმე მათ. შეგნებულად არ გაჩვენებთ ერთ ვიდეო შემოხვდა ცოტა ხნის წინ, სადაც არ გაჩვენებთ რა YouTube-ი დაბლოკავს უბრალოდ, პირდაპირ წამება იყო ნაჩვენები, ორი ჯარისკაცი ხეებზე ყავდათ დაბმული, ნახევრად შიშვლები, ერთი იყო თავდაყირა, რომელიც გათიშული იყო პრინციპში უკვე კონტაქტური არ იყო ყოველ შემთხვევაში ამ კადრებში ასე ჩანდა. მეორე არ იყო თავდაყირა და იხვეწებოდა რომ ხარ მაწამებთო და აი ესეთ მდგომარეობაში დასკოჩილი ყავდათ ზამთარში ხეებზე, იმის გამო რომ რაღაცა ბრძანება არ შეასრულეს. რა უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ არ წავიდნენ ამ სახორცე შტურმის ტიპის შეტევებზე. კაი, ამის ღურებას დავანებოთ თავი, გასაგები არის რა მდგომარეობაც არის, მოკლედ მათ პრობლემები აქვთ ცხადია მომარაგებაში, ხშირ შემთხვევაში ტყვია წამლით მომარაგების გარდა, როგორც ხედავთ, წყალი, საჭმელი, ჩასაცმელი, იმ პინგვინს თუ არ ჩავთვლით პრინციპში, რომელსაც თბილად გიეცვა, მაგრამ არ უშველა. ხო და უკრაინის თავდაცვის ძალების სტრატეგია სწორედ ეს არის, რომ გამოფიტოს მოწინააღმდეგე, მაქსიმალურად ზურგში მოახერხონ ის, რომ გადაუჭრან მათ მომარაგების ხაზები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განსაკუთრებული აქცენტი დრონებზე და რობოტებზე გაანადგურონ რაც შეიძლება დიდი რაოდენობა მათი. ეს არის ამოცანა, რომელსაც ეტაპობრივად მიყვებიან. ეს არის კიდევ ერთი მასალა, სადაც ჩანს სწორედ დრონის ოპერატორების მუშაობა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ როგორც მოწინააღმდეგის ტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის განადგურება. ესაც ერთ-ერთი ახალი კადრები არის. რუსული უაზები, რომელიც ფეთქდება. აქ ამ შემთხვევაში ნივა არის
რომელიც ასევე გაანადგურეს. ერთი კადრი თუ არ ვცდები, აქ არის ნაჩვენები, რუსებსაც ყავთ ეს მიწის ზედა რობოტები, მათაც შექმნეს ესეთი ტექნოლოგიები და იყენებენ და ერთ-ერთ კადრში ჩანს სწორედ ასეთი აპარატის განადგურება. აი ამაზე ვსაუბრობ. ეს არის რუსული უპილოტო სახმელეთო რობოტი, რომელიც განადგურდა. ამ შემთხვევაში დრონი, ბაბა-იაგას ეძახიან ამ დრონებს, რომელიც ასევე გაანადგურეს. და საბრძოლო მასალის ჩამოყრა რუსეთის სამხედროების განთავსების ადგილებზე და ტექნიკის განთავსების ადგილებზე. ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად ფრონტის ხაზზე, სრულად სხვადასხვა სექტორებში. ძალიან დიდი დატვირთვა მოდის ერთ სიტყვით დრონებზე ისევ და ეს წელიც არ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. პირიქით ანონსებს უკრაინის სარდლობა, რომ დრონების გამოყენებაზე სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება და ცხადია გრძელდება მუშაობა ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზეც ამ მხრივ, როგორც დამრტყმელი დრონების, ასევე სადაზვერვო და გადამჭერი, ეგრეთ წოდებული გადამჭერი დრონების დამზადებაზე, რომელიც განკუთვნილი არის რუსების საჰაერო შეტევების დროს შაჰიდების თუ სხვა ტიპის საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვის. ესაც არის ერთ-ერთი მასალა, სადაც ჩანს დრონის ოპერატორების მუშაობა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში და აქაც ჩანს განადგურებული სამიზნეები. ამ ვიდეოში ბევრი ასეთი კადრია. აქ საგულისხმოა, რომ თერმული ხედვის კამერებით არის აღჭურვილი ეს დრონები ამ შემთხვევაში და როგორც ნახეთ თავშივე, ღამით მუშაობენ. ეს არის ღამის ოპერაციები, სადაც წარმოიდგინოთ, ესე იგი, რა მდგომარეობაში არიან ეს რუსი სამხედროები, სადღაც მინდორში, ყინვაში და ვერც კი ხედავენ მათკენ მიმავალ დრონს. იმის შანსიც არ აქვთ, რომ დაინახონ, უბრალოდ ესმით ხმა და ცდილობენ, რომ რაღაც ავტომატის სროლით შეაჩერონ, მაგრამ როგორც მათ წადეს, მაგრამ ცხადია, რომ 100-დან 99%-ში ეს მათ არ გამოსდით და ძალიან რთულია, რომ ვინმეს ძალიან გაუმართლოს და ასეთ დროს ხამით მისკენ მიმავალი დრონი უბრალოდ ავტომატის ჯერით გაანადგუროს. შემდეგი, როგორც ვახსენე, ეს არის უკვე გადამჭერი დრონები, ეგრეთ წოდებული, რომელიც გამოიყენება ძირითადად შაჰიდების გასანადგურებლად, რომელიც ძალიან ხშირი პრობლემაა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, უკრაინული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და სამოქალაქო ობიექტებისთვის, ენერგო ობიექტებისთვის ასეულობით დრონს უშვებს ყოველდღე რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით. ბოლო პერიოდში არის ასევე მათ განავითარეს ტექნოლოგია და ეს დრონები აღჭურვილი არის რეაქტიული ძრავებით, რაც უფრო ხელს უწყობს მათ გადაადგილების სისწრაფეს და უფრო რთული სამიზნეებია, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელები მაინც მეტნაკლებად ეფექტურად ახერხებენ, რომ ფეხი აუწყონ ამ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და მოწინააღმდეგის იარაღის განვითარებას და ისინიც აი ამ ახალ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილ დრონებს ეფექტურად ანადგურებენ. აქ ერთი დეტალი არის თუ დააკვირდით, რომ ამ დრონებზე დამონტაჟებული არის ასევე დამატებით რაკეტები, ანუ მრავალფუნქციურია, ასე ვთქვათ, აი აქ ჩანდა. რაც გულისხმობს იმას, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა საჰაერო სამიზნეები გაანადგურონ ფრენის დროს, ანუ თუ მაგალითად ახლოს აღმოჩნდება უკრაინელების ვერტფრენი მაგალითად, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე შაჰიდების ჩამოსაყრელად, ასეთი პრაქტიკა არსებობს, ტყვიან ფრქვევებით ესვრიან შაჰიდებს და ყრიან ჰაერიდან, ასეთი ბევრი კადრი მინახავს და თუ არ ვცდები ჩემ ძველ ვიდეოებში მიჩვენებია ასეთები. რა თქმა უნდა, ეს უკრაინელებისთვის დამატებითი თავის ტკივილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი ახერხებენ, რომ ამ საფრთხეებსაც
როგორმე გაუმკლავდნენ და ეს ვიდეო სწორედ ამას ასახავდა. განვაგრძოთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის დროს მან ასეთი რამე თქვა, რომ 2025 წლის დეკემბერში ჩვენმა ქვედანაყოფებმა 35,000 ოკუპანტის ნეიტრალიზება მოახდინეს, იგულისხმება დაღუპულები და მძიმედ დაჭრილები. ავღანეთის ომის განმავლობაში საბჭოთა არმიამ იმაზე ორჯერ ნაკლები ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე რუსებმა ამ ომის მხოლოდ ერთ თვეში. წეგან მე ვამბობდი, რომ მათი ამოცანა, უკრაინელების ამოცანა არის მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მათი ცოცხალი ძალის მაქსიმალურად განადგურება, იმისთვის რომ შეიცვალოს ბალანსი და ეს ყველაფერი უფრო ამბიციურ გეგმებამდე მიდის. უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ 35,000 იყო მაგალითად 2025 დეკემბრის თვეში, ამოცანა არის, რომ 2026 წლის განმავლობაში ყოველთვიური მაჩვენებელი განადგურებული მოწინააღმდეგის გაიზარდოს 50,000 ჯარისკაცამდე. აი ესეთი ამბიციური გეგმა არსებობს. აქვე საინტერესო სტატისტიკა, ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, 42% უცხოელი მოხალისეების შესახებ არის ეს სტატისტიკა, 42% იმ მოხალისეებისა, რომელიც ეწერება რუსეთის არმიის რიგებში, უკრაინის წინააღმდეგ ომში იღებს მონაწილეობას, პირველი 4 თვის განმავლობაში დაღუპული არის 42%. ეს კი არის უკვე საერთო მოცულობა რუსების დანაკარგების, ცხადია ეს არის უკრაინელების ვერსიით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არის, რომელიც ყოველდღიურად განახლებადია და ამ შემთხვევაში აქ საუბარია имазе, რომ 2026 წლის 26 იანვრის მონაცემებით 1,235,060 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს უკრაინის დამცველებმა. აქ საუბარია როგორც დაღუპულებზე, ასევე მძიმედ დაშავებულებზე, რომლებიც გამოეთიშნენ, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებებს. დანარჩენ სტატისტიკასაც ხედავთ, აქ არის ჯავშან ტექნიკა, აქ არის საჰაერო სამიზნეები, თვითმფრინავები, გამანადგურებლები, რაკეტები და ყველაფერი, გემებიც, მათ შორის ყველაფერი აი ამ გრაფებში ამოცემული. შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, ეს არის კიდევ გამიმეორებ უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემები მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ. გავაგრძელოთ და მივადექით უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას. მოკლედ, ფრონტზე დიდი წინსვლა რუსებს არ აქვთ და ამას გაჩვენებთ აუცილებლად, როდესაც გადავალ უკვე რუკის მიმოხილვაზე. ბუქსაობენ ისევ პოკროვსკის და მირნოჰრადის მიმართულებაზე, სადაც ყველაზე დიდ ძალის ხმევას დებენ. არის მათ რიგებში უზარმაზარი დანაკარგები პრინციპში, რაზეც ვისაუბრე. არიან მათი სამხედროები მძიმე მდგომარეობაში მომარაგების თვალსაზრისით. ზოგი მათგანი ცდილობს, რომ გაიქცეს და როგორმე თავი დააღწიოს ამ სახორცე შტურმებს, სადაც განწირულები არიან ისინი. და ზოგი მათგანი ბარდება ტყვედ. ცხადია, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ისე წარმოვაჩინო თითქოს ყველა 100% შემთხვევაში ასე არის და არ იქა ეხა ჩამოიქცა რუსეთის ფრონტი. არა, ცხადია, ესე არ არის. ისინი რიცხობრივი უპირატესობის და რესურსის არსებობის ფონზე აგრძელებენ დაბალ ტემპში, მაგრამ მაინც წინსვლას და არ არიან ჩამოქცეული, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება რაღაც განსაკუთრებულ დიდ წარმატებად მსოფლიოს მეორე არმიისთვის ბრჭყალებში, ეს ვერ ჩაითვლება რაღაც დიდ გამარჯვებად პუტინის ამბიციებიდან გამომდინარე, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უკვე მეოთხე წელი შესრულდება, აგერ უკვე თებერვლის ბოლოს, ხო, რაღა დარჩა და გადააჭარბა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ვადებს უკვე, აი ამ ეგრეთ წოდებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც 5 დღეში გულისხმობდა კიევის დაცემას, ხო? თავდაპირველი გეგმის მიხედვით. აი ამ ფონზე ისინი ძალის დემონსტრირებას და იმის ჩვენებას, რომ თითქოს აი რუსეთი ომს იგებს, ცდილობენ ხალხის შვიდობიანი მოქალაქეების დაჩაგვრის და მათი მიზანში ამოღების ხარჯზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმძიმესი ზამთარი გადააქვთ უკრაინის მცხოვრებლებს. განსაკუთრებით ამ შემთხვევაში სამიზნე არის დედაქალაქი კიევი, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში რუსები დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი რაკეტებით ურტყამენ ენერგოობიექტებს. შეგნებულად
მიზანმიმართულად ურტყამენ ენერგოობიექტებს იმისთვის, რომ ხალხს არ კონდეს დენი, არ კონდეს გათბობა, მოხდეს მათი დემორალიზება, მათ გაუჩნდეთ პრეტენზიები უკვე საკუთარი ხელისუფლების მიმართ, მოითხოვონ დანებება და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა აი ამ მძიმე პირობების ფონზე. ეს რეალობა აქვთ დღეს უკრაინაში და სამოქალაქო სტრუქტურები, ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობა ახლა დიდ ყურადღებას უთმობს იმას, რომ როგორმე დაეხმარონ ხალხს. იყო იმის შესახებ მოწოდებებიც, მაგალითად კიევის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ თუ აქვთ შესაძლებლობა საერთოდ გავიდნენ ქალაქიდან, იმის გამო რომ ათობით ათასი ადგილობრივი არის გათბობის და დენის გარეშე დარჩენილი. ვინც რჩება ქალაქში, მათთვის არის აი ესეთი მეთოდებიც გამოყენებული, გაშლილი არის უბნებში დიდი კარვები, როგორც ხედავთ, სადაც ხალხს შეუძლია რომ მივიდეს, გათბეს, დაიძინოს იქ და მიიღოს თბილი საკვები, სასმელი თბილი, დატენოს მობილური ტელეფონები და ასე შემდეგ. აი ასეთი მდგომარეობა არის ბევრგან, არა მხოლოდ კიევში, სხვა ქალაქებშიც და ძალიან მძიმე ზამთრის გადატანა უწევს ადგილობრივ მოსახლეობას. ვუსმენდი ადგილობრივ ჟურნალისტებს, რომლებიც ყვებოდნენ, რომ მაგალითად სახლებში ხალხს კარვები აქვს გაშლილი, საკემპინგო, სალაშქროდ რომ გამოიყენება პატარა ჩვეულებრივი კარვები იმისთვის, რომ იქ რაღაცა პატარა სითბო შეინარჩუნონ და დააძინონ ბავშვები მაგალითად. ეს არის რამდენიმე საათის წინ გაკეთებული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, რომელიც სწორედ ენერგო აი ამ სექტორზე მიმდინარე მიზანმიმართულ ზეწოლას ეხება. ზელენსკი ამბობს, აქ ჩამონათვალია ქალაქები, სადაც რთული მდგომარეობა არის ამ მხრივ, ცხადია საუბარია კიევზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, დნეპროპეტროვსკზე, კრივირიხზე, ჩერნიჰივის, სუმის რეგიონი და ზელენსკი ამბობს, რომ 174 ბრიგადა მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ შეიძლება სწრაფ ტემპში მოხდეს ინფრასტრუქტურის აღდგენა. აქვე გვაქვს ჩვენ ვიდეო მასალა, სადაც ალბათ ჯარისკაცებზე ნაკლებ საქმეს არ აკეთებენ ეს ხალხი, უკვე მეოთხე ზამთარია უკრაინის მოქალაქეებისთვის მათ დასაცავად. აი ესეთ პირობებში ყინვაში უწევთ მათ მუშაობა და თბოელექტროსადგურების თუ სხვა ენერგოობიექტების შეკეთება როგორღაც. აი აქ იყო მაგალითად კადრი, სადაც გენერატორის ატანა ხდებოდა კორპუსის მაღალ სართულზე ამ წეს გამოყენებით. აქ არიან ენერგეტიკოსები და მათი მუშაობა არის აღწერილი იმ ადგილებში, სადაც განხორციელდა ან სარაკეტო იერიშები, ან დრონით შეტევები და ეს ყველაფერი არის ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორც თქვი, ხალხის დემორალიზება, მათი იწულება, რომ დანებდნენ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ასე მარტივად არ არის საქმე. უკრაინული საზოგადოება მაინც ამ ძალიან დიდი სირთულის მიუხედავად, ხუმრობა არ არის 20 გრადუსში, ყინვაში, გათბობის და დენის გარეშე ცხოვრება მოგეხსენებათ, მაგრამ ამის მიუხედავად უძლებენ. ძალიან სახალისო და კარგი ესეთი გამამხნევებელი ვიდეო მასალებიც შემოხვდა წინა დღეებში, სადაც გაყინულ მდინარეზე კიევში ფართი ჰქონდათ მოწყობილი, მუსიკა ჩართული, ხალხი ცეკვავდა, იგივენაირი კადრები იყო უბნებში, სადაც ცეცხლიენთოთ და ბავშვები გუნდაობდნენ, ხალხი რაღაცნაირად მაინც ერთმანეთს ართობდა და ათბობდა პირდაპირ გაგებით. აი ამ ტიპის რაცა დემონსტრაციული ქცევითაც ეს ხალხი აჩვენებს იმას, რომ ისინი არ აპირებენ დანებებას, გააზრებული აქვთ, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ გააზრებული აქვთ, რომ ეს არის ბრძოლა მათი ქვეყნის არსებობისთვის, მათი მომავლისთვის და შესაბამისად აჩვენებენ მზაობას იმისა, რომ ტერორის მიუხედავად, რასაც პუტინი ახორციელებს მათ მიმართ, მაინც ფეხზე დგანან და მაინც ახერხებენ ცხოვრების გაგრძელებას და წინააღმდეგობას ერთი სიტყვით. ესაც არის ვიდეო და ფოტომასალის პატარა კოლაჟი, რომელიც ასახავს 20-დან 24 იანვრის ჩათვლით განადგურებულ დაბომბილ ობიექტებს უკრაინის ტერიტორიაზე. გადავხედოთ ამ კადრებსაც, სადაც სალსახად ჩანს ლავროვი კი ამბობს ხოლმე, რომ ჩვენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ვიღებთ ხოლმე სამიზნეებში, მაგრამ ხანდახან შეცდომითაც ხდება ხოლმე, რომ რაღაცა მიზანს აცდება რაკეტა და
სამოქალაქო ობიექტსაც დაეცემო, მაგრამ ეს შემთხვევითობაა და ჩვენ არავითარ შემთხვევაში ხალხს არ ვატერორებთო და რა ვიცი, მე რამდენად უნდა ვთქვათ პრინციპში ეს და თუ ვინმესთვის არის კიდევ გაუგებარი, აგერ ბატონო შეხედეთ კადრებს და თავად გამოიტანეთ დასკვნები, ახლა ეს არის შემთხვევით მიზანსაცდენილი თუ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანია, ყოველდღიური კამპანია იმისთვის, რომ ხალხის დემორალიზება და მათი გატეხვა მოხდეს. გადავინაცვლოთ ახლა საბრძოლო მოქმედებების რუკაზე, სწრაფად გავივლი. სადრა შეიცვალა ფრონტის ხაზზე ბოლო აი ამ მიმდინარე ერთი თვის განმავლობაში 2026 წლის დაწყებიდან დღემდე 25 იანვრის ბოლო განახლება გვაქვს, ცოტა გვიანდება ხოლმე რუკის განახლება. დავიწყებ ჩრდილოეთიდან და მოყვები ბოლომდე, რა მიღწევები აქვს პლანეტის ნომერ 2 არმიას. უკრაინის ომის მეოთხე წლის მიწურულს ნახოთ. მოკლედ. ეს არის 25 იანვრის მონაცემი და ნახოთ როგორი სურათი იყო 2025 წლის 31 დეკემბერს. დავაკვირდეთ 31 დეკემბერი და დღეს. ძალიან პატარა უმნიშვნელო ცვლილებები, ძალიან უმნიშვნელო წინსვლა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს ამას. რუსეთის არმიის მხრიდან სუმის მიმართულებაზე. გადავინაცვლოთ უკვე ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, აქ რა ხდება ვნახოთ 25 იანვარი 31 დეკემბერი. ანუ დაახლოებით ერთ თვეში აქაც სულ ეს არის, ნახეთ, გადავიდეთ დღევანდელ დღეზე, ძალიან პატარა წინსვლა. აქაც არაფერი განსაკუთრებული. გავაგრძელოთ. მივადექით კუპიანსკს, რომელიც უკვე ვახსენე, სადაც ძალიან პატარა ჯგუფები კვლავ რჩებიან ალყაში რუსების და მათი ნაწილი როგორც ნახეთ ნადგურდება, ნაწილი ტყვეთბარდება, მეტი პერსპექტივა და დიდი ვარიანტები მათ აღარ რჩებათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შორს არიან ისინი საკმაოდ ძირითადი ნაწილებისგან რუსების და არ ჩანს იმის პერსპექტივაც, რომ რაღაც დიდი გარღვევა მოახერხონ აქ რუსებმა იმისთვის, რომ ამ ჯგუფებს დაუკავშირდნენ და ახლა ხელში ჩაიგდონ კუპიანსკის ცენტრალური ნაწილი. მოკლედ, გადავიდეთ ახლა უკან 2025 წლის დეკემბერში ასეთი სიტუაცია ჰქონდა. აქ ჯერ კიდევ ლურჯად იყო მონიშნული, იმიტომ რომ ახალი ჩატარებული იყო აქ კონტრშეტევის ოპერაციები და შემდეგ უკვე ფერი იცვლება ხოლმე რაღაც დროის შემდეგ და გადმოვიდეთ დღეისათვის დავბრუნდეთ. ძალიან პატარა ცვლილებები გვაქვს კუპიანსკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე პატარა ცვლილება იყო აი ამ დასახლებასთანაც, როგორც ნახეთ. გადავიდეთ კიდევ ერთხელ უკან. ხო. აქ შეიცვალა რამდენიმე კვადრატული კილომეტრი, ეს მინდვრები დაიკავეს და წაიწიეს წინ რუსებმა, მაგრამ აქ არის მდინარე ოსკილი, რაც არის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი წინაღობა რუსებისთვის და იმის მიუხედავად, რომ მათ თუნდაც აქ მინდვრებზე წინ წაიწიონ და მიადგნენ ამ ზონას, მთავარი დაბრკოლება სწორედ ეს იქნება და მათ ძალიან გაუჭირდებათ აქ არსებული თავდაცვითი ზღუდეების თუ ბუნებრივი ბარიერების გათვალისწინებით, თუ მათ სურთ წინსვლა ძალიან რთული ამოცანების წინაშე დადგებიან და ამას ალბათ ყველა ერთად ვნახავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში კვლავ პუტინის შეუსრულებელ მისიად რჩება დონეცკის ოლქის დარჩენილი არაოკუპირებული ნაწილის დაკავება და წელსაც როგორც ჩანს უკვე ერთი თვეა კუპიანსკის და მირნოჰრადის გარშემო ბუქსაობს რუსული არმია, როგორც უკვე მანამდე ვთქვი. ეს არის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მცხელი ზონა, ყველაზე მეტი შეტევითი ოპერაციები რუსების მხრიდან ამ მიმართულებებზე ხორციელდება, მათ შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში რაც ნახე განახლებული ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, რაც დადო იქ საუბარი იყო, რომ 90-ზე მეტი
შეტაკება დაფიქსირდა და აქედან 40-ზე მეტი სწორედ პოკროვსკის და მირნოჰრადის მიმართულებაზე. ეხლა რა მოახერხეს აი ამ დიდი ძალისხმების და დიდი დანაკარგების ფონზე რუსებმა მასშტაბში რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის დაახლოებით ზუგდიდის მოცულობის, ან როგორც ჩემი კოლეგა და მეგობარი რატი მუჯირი ამბობდა, ნახევარი რუსთავის ხელა ქალაქია, პოკროვსკი. გამალებით ცდილობდნენ, რომ როგორმე პოკროვსკი აეღოთ 2025 წლის ბოლომდე და განსაკუთრებით დეკემბრის თვეში აქ ძალიან დიდი მსხვერპლის ხარჯზე, ძალიან დიდი დანაკარგების ხარჯზე ტექნიკის თვალსაზრისითაც მოახერხეს გარკვეული წინსვლა. აი 31 დეკემბერს ასეთი მოცემულობა ჰქონდა პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილში კვლავ იყო რუხი ზონა, ასევე მირნოჰრადის ნახევარზე მეტი რუხი ზონა იყო, დღეისათვის ასეთი მოცემულობა გვაქვს. ნაწილი კვლავ რჩება ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კვლავ რჩება რუხი ზონა, პოკროვსკის შემთხვევაში, მირნოჰრადის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ასევე ჯერ კიდევ რჩება რუხი ზონა და ეს რუკის მონიშნაა, მაგრამ მთლიანობაში აქ საბრძოლო მოქმედებები თითქმის ყველგან მიმდინარეობს კვლავ. არის ბევრი სხვა მონაცემებით, სადაც ჩანს, რომ აფეთქებები, ჯავშან ტექნიკის განადგურება მაგალითად ხდება აი ამ წითელ ზონებშიც, სიღრმეში და აქ შეიძლება კი წითლად არის გაფერადებული მირნოჰრადის ნაწილი და პოკროვსკის ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსებს აქვთ აქ სრული კონტროლი. რა თქმა უნდა, მათ მოწყობილი აქვთ საყრდენი პუნქტები, შესული არის დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა, განლაგებული არიან, მაგრამ ბრძოლა აქ ჯერ კიდევ გრძელდება და ფაქტია, რომ უკვე წელიწადზე მეტია რუსეთის არმიამ ეს ქალაქი ამ დრომდე ვერ აიღო. დანარჩენი დასკვნები თავად გამოიტანეთ, განსაკუთრებით მათ გასაგონად ვამბობ, ვინც ხშირად ამბობს, რომ აი რუსები წინ მიიწევენ, გაანადგურეს მთელი უკრაინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რუსთავის ნახევარი ქალაქი ვერ აიღეს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. კი, კიდევ ვიმეორებ, წინსვლა აქვთ ეს ცალსახა, მაგრამ არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლებული პუნქტი მათ არ დაუკავებიათ მთელი 2025 წლის განმავლობაში. არც ერთი შეგახსენებთ, იყო ერთი გარღვევა დობროპილიას მიმართულებაზე, აქ სადაც თითქმის მიაღწიეს თავდაცვით ზღუდეს უკრაინელების დონეცკის ოლქის მთავარ თავდაცვით ხაზს, რომელიც აი ამ ქალაქების გარშემო არის განთავსებული. მაგრამ საბოლოოდ მათ მოუწიათ უკან დახევა, იყო კონტრშეტევა, ეს იყო ყველაზე ისეთი ცხელი ოპერაცია, გარღვევა და შემდეგ უკვე კონტრშეტევა 2025 წლის განმავლობაში და ასევე იყო ყველაზე ცხელი ზონა კუპიანსკი, რომელიც ასევე ცუდად დაასრულეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რუსებმა და აქაც მოუწიათ მათ უკან დახევა. შედარებით 2025 წლის მეორე ნახევარში თვალშისაცემი იყო ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე, აი სამხრეთ ნაწილში, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზის რუსების წინსვლა. აქაც ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ისინი იკავებდნენ პატარ-პატარა სოფლებს, იკავებდნენ დაუსახლებელ ზონებს, მინდვრებს, ახნავსათეს მიწებს და მიიწევდნენ საბოლოოდ 2025 წლის ბოლოს მიადგნენ ყველაზე ესეთი მოზრდილი დასახლებული პუნქტი, რომელიც მათ ნაწილობრივ დაიკავეს, არის ჰულაეპოლე, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი, თუმცა აქაც 2025 წლის ბოლოს უკვე შეტევის ტემპი შემცირდა და ამ შემთხვევაშიც შენელებული არის უკვე ისე ვეღარ გარბიან წინ, როგორც მანამდე გარბოდნენ რუსები. ნახოთ, ეს არის დღევანდელი მონაცემი, უბრალოდ 2 დღის წინანდელი განახლებული მონაცემი ზაპოროჟიეს მიმართულების, ჰულაეპოლეს მიმართულებას დავაკვირდეთ მაგალითად და გადავიდეთ რა ხდებოდა 31 დეკემბერს. აი ეს შეიცვალა, დავაკვირდით დღევანდელთან შედარებით. უშუალოდ ქალაქს რომ დავხედოთ, კი ბატონო დავხედოთ,
31 დეკემბერს ასეთი სიტუაცია იყო, თითქმის მთელი ქალაქი იყო ნაცრისფერ ზონაში და დღეისათვის ნახევარზე მეტი გაწითლებულია უკვე და პლუს ჩრდილოეთიდან განვითარდა ეს შეტევის მიმართულება. შედარებისთვის, რადგან ვახსენე წინა პერიოდი, ბარემ შევხედოთ ამასაც 2025 წლის აგვისტოში მაგალითად. კი ბატონო, ივლისის ბოლო. აი ესეთი სურათი იყო, აი ჰულა ეპოლე საერთოდ სად იყო. აქაც, აი აქ იყვნენ განლაგებულები და 25 წლის ივლისის ბოლო, ხო? ნახევარი წლის განმავლობაში შეიცვალა ეს. საკმაოდ, ყველაზე დიდი წინსვლა, როგორც თქვი, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე აჩვენეს, დაიკავეს რამდენიმე სოფელი. აქ იყო ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჩავარდნა, ამაზე იყო ბევრი საუბარი. მათი მხრიდან რაღაც სისუსტეები გამოვლინდა, ვერ შეამაგრეს ფრონტის ხაზზე, ასე ვთქვათ, მოუწიათ უკან დახევა. ამის შემდეგ დაიწყო რეფორმები, დაიწყო რაღაც გადაადგილებები. ფაქტია, რომ ამ დროისთვის ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად ამან შედეგი გამოიღო და შენელდა ეს შეტევის ტემპი, როგორც ხედავთ. ნახოთ, როგორ გაგრძელდება ამ მხრივ აქ სამომავლოდ პროცესები. რუსეთის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა 2025 წლის ბოლოსთვის იყო, რომ გერასიმოვმა პირადად უპატაკა პუტინს თუ არ მეშლება დეკემბრის დასაწყისი იყო, რომ მათ ახალი სტრატეგიული ამოცანა ჰქონდათ, რომ სამხრეთიდან შეეტიათ ზაპოროჟიეს მიმართულებისთვის და ვნახოთ ახლა რა მოახერხეს მათ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და გადავიდეთ 2025 წლის 31 დეკემბერს. კიდევ ერთხელ 31 დეკემბერი 25 იანვარი. მხოლოდ ეს. აქაც განსაკუთრებული ვერაფერი ვერ შეძლეს, თუმცა როგორც თქვით, ძალიან აქტიურად ცდილობენ ისინი, რომ სხვა მხრივ იმუშაონ, რომ საკუთარი ძლიერება წარმოაჩინონ და ეს სხვა მხარე არის სამოქალაქო ობიექტების და ენერგოობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქებში. საპირწონედ ისაც უნდა ვთქვათ, ცხადია, რომ არც უკრაინელები არ აკლებენ, ისინიც ყოველდღიურად გზავნიან ბრჭყალებში უკრაინულ დემოკრატიას, მათ დრონებს თუ რაკეტებს რუსეთის ქალაქების მიმართულებით, ასევე უკრაინის ოკუპირებული ქალაქების მიმართულებით, რომ დაარტყან მათ ენერგოობიექტებსაც და ასევე დაარტყან მათ მთავარ საყრდენს მომარაგების ნავთობ ობიექტებს, რითაც ფინანსდება რუსული ომის მანქანა. არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ასევე რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ბრჭყალებში დასანქცირება ყველა გაგებით. უკრაინელებმა დაიწყეს ბოლო პერიოდის განმავლობაში პირდაპირ იერიშების მიტანა ნავთობ ტანკერებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ეზიდებიან. ნახეთ ასეთი ოპერაციებიც ბოლო 2 თვის განმავლობაში და კარგი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ამ შემთხვევაში უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაიწყო რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დაკავება. 7 ასეთი ფაქტი უკვე დაფიქსირდა და პირველი დიდი გახმაურებული ოპერაცია ამ შემთხვევაში უკვე ევროპელების შესრულებით, მათ ცხვირწინ დაცურავს უკვე ამდენი წელია რუსული ჩრდილოვანი ფლოტი, მაგრამ გვიან, თუმცა კარგია, რომ საფრანგეთმა გადადგა ამ მხრივ ნაბიჯი, ეს არის მათი ჩატარებული ოპერაციის ამსახველი კადრები, რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, დააკავეს ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაქონდა. ამ ტანკერის დასახელებაც საინტერესოა, გრინჩი, ასეთი სახელი ქვია ამ გემს, სადაც, ხედავთ, რომ ვერტმფრენებით გადასხეს სპეციალური ჯგუფი და მოხდა რუსული ნავთობის დაკავება. საფრანგეთი, ბრავო, ყოჩა. იმედია, რომ ესეთი ოპერაციები იქნება ხშირი, იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად უბრალოდ არის პოლიტიკური განცხადებები, ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი და მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი არის უსამართლობა, ევროპელები საუბრობენ
რუსეთის დასანქცირებაზე 19 პაკეტი აქვთ უკვე დამტკიცებული. საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთზე უნდა გაიზარდოს წნეხი, რომ პუტინმა ვეღარ მოახერხოს ომის დაფინანსება და ამ ფონზე ისინი კვლავ ყიდულობენ ენერგორესურსებს ერთის მხრივ რუსეთისგან და მეორეს მხრივ მართლა მათ ცხვირ წინ დაცურავენ ეს ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ. იმედია, რომ საფრანგეთის ეს ნაბიჯი არ იქნება პირველი და უკანასკნელი და სხვა ქვეყნებიც გააქტიურდებიან ამ მხრივ. საყოველთაო ცნობილი ამბავია მაგალითად, რომ საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში, ან მინიმუმ მათთან ძალიან ახლოს, ერთ-ერთ კუნძულთან ახლოს ხდება გემიდან გემზე რუსული ნავთობის გადატვირთვა, ამის დოკუმენტური მასალები არსებობს, მედიის მიერ გადაღებული კადრები არსებობს, რომელიც მაგალითად YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. მთელი საგამოძიებო ფილმებია მომზადებული ამის შესახებ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს ხდება, მაგრამ საპასუხოდ არავინ არ რეაგირებს და ეს არის პრობლემა. კარგით, ამით დავასრულებ მოკლედ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ ამ დრომდე მიყურებდით და საინტერესო იყო ვიდეო თქვენთვის, დაალაიქეთ. არ დაგეზაროთ, ეს ძალიან მარტივია, ყველაზე მარტივია, უბრალოდ ლაიქს დააჭირეთ და გაზრდით ამით ვიდეოს რეიტინგს, გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი. ძალიან მინდა რომ ახლო პერიოდში, ახლო მომავალში 10,000 გამომწერამდე ავიდე, აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს ამ მხრივ და გარდა ამისა, მადლობას გიხდით ყველა თქვენგანს, ვინც ჩართული არის დონაციაში, თუნდაც 1 ლარით, ვინც ოდეს მე დაეხმარა ჩემ არხს განვითარებაში და წამახალისა ფინანსურად. გეტყვით, რომ მთლიანად თქვენზე არის დამოკიდებული ამ პროექტის გაგრძელება. და მოგიწოდებთ რომ ჩაერთოთ დონაციაში, გახდით ჩემი სპონსორები. ვიდეოს აღწერაში მითითებული არის ანგარიშის ნომერიც, მითითებული არის PayPal-ის ლინკი თუ საზღვარგარეთ ხართ და ასე უფრო გაგიმარტივდებათ და ასევე მითითებული არის Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი 5, 10, 15 დოლარი. ასეთი პორციები არის, ასე ვთქვათ და თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სურვილისამებრ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, გავაგრძელებ უკრაინის თემის მიმოხილვას და გავაგრძელებ აუცილებლად ყურადღებით ვადევნებ თვალს რა მოხდება ირანში. ძალიან საინტერესო ამბები გველოდება ჩემი აზრით წინ. დაელოდეთ მოკლედ შემდეგ ეპიზოდს, ნახვამდის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.